გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან. მორიგი ძალიან საინტერესო ეპიზოდის ჩაწერას Golden Tulip-ში მოვედით ჩვენი Sena i400-ით, ბიზნეს შენობით ბიზნეს მობილით. და მასპინძლობთ ბატონ გიორგი ეზუგბაიას. გიორგი, მოგესალმებით, ძალიან ძიმალობა შენი დროისთვის. მე მგონი ძალიან საინტერესო ინტერვიუ გველის წინ. ხო. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, ვიწყებთ ყოველკვირეული სატელევიზიო ბიზნეს ჟურნალის შენობით ბიზნესთან მორიგი ეპიზოდის ჩაწერას და მადლობა უპირველეს ყოვლისა სასტუმრო Golden Tulip-ს მასპინძლობისთვის, მისი ფანტასტიკური სივრცეებით და მოკლედ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი აქტო ჯგუფის დამფუძნებელი გიორგი ეზუგბაია. გიორგი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ნათელი მაგალითი ხარ ქართული ბიზნესის კახეთიდან მოდიხარ, პირდაპირ მოასწარე ოფისში მისვლას და უკვე მოხვედი ინტერვიუზეც. ეზუგბაია, განათლება თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, იტალიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტის ხარისხის მართვის მაგისტრი. გამოცდილება: ხარება ჯგუფის გენერალური დირექტორი, ISO სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ამერიკული საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი, იტალიის ხარისხის მართვის ასოციაციის სტრატეგიული პროექტების დაგეგმარების მენეჯერი, ამჟამინდელი საქმიანობა აქტო ჯგუფის დამფუძნებელი. ესეც ნათელი დასტური იმისა, რომ ქართული ბიზნესი არ ჩერდება და ქართული ბიზნესი მუდმივად უნდა მუშაობდეს, მუდმივად უნდა ცდილობდეს, რომ იყოს ყოველდღიურ შიდა ტონუსში. ნუ მაგალითიც მივცეთ ახლა რეალურად როგორც შრომით ბაზარს, ასევე დამწყებებს, ვინც ახლა აპირებს ბიზნესში შებიჯებას. ხო, ეს ნუ წინა სიტყვაობის სახით ვახსენე, მაგრამ მადლობა უპირველეს ყოვლისა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. ძალიან ბევრ საინტერესო პროექტს ეჭიდები, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ავითარებ ქვეყნისთვის და შესაბამისად მოდი დღეს მინდა რომ თავი მოუყაროთ ამ ყველაფერს და ხა ცხადია ჩვენი მაყურებელი ხვდება რომ ძირითადი პასაჟი მაინც აგროსექტორის გარშემო იქნება, ღვინოზე ვისაუბრებთ ბევრს, წარმოებაზე ვისაუბრებთ ბევრს, ნუ ბევრი სხვადასხვა საინტერესო აქცენტი გვექნება. მაგრამ უპირველეს ყოვლისა მოდი აი ზოგადი კითხვით გადმოვალ შენ ნებართვით და მე უკვე ჩვენ რო გვიყვარს ისეთ სიღრმეებში შევიდეთ. აქტო ჯგუფის შესახებ გვიანბე როგორ მიდის საქმიანობის ძალიან დივერსიფიცირებული და საინტერესო არეალი და შემდეგ უკვე 1 საათიან რეგლამენტში მიმოვიხილოთ ყველა საჭიროებო ბიზნეს საკითხი. გისმენ ყურადღებით. სანდრო, მოგესალმები, მაყურებელს მოგესალმები. კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის რომ გაუზიაროთ არსებული ქართული ბიზნესის დღევანდელი გამოწვევები ჩვენს მაყურებელს. აქტო ჯგუფის ფორმატი და მისი საქმიანობა სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ერთ-ერთი, როგორც ახსენე, არის აგრომემართულება, რომელიც სრულ ციკლის შემადგენლობაშია, ეს არის ვენახების დამუშავება განვითარების კუთხით და ასევე ღვინის მოყვანა, ღვინისა და ალკოჰოლური პროდუქტების მოყვანა, წარმოება, დამზადება და მისი საექსპორტო ბაზრებზე, შიდა ბაზარზე განვითარება და რეალიზაცია. ასევე ჯგუფის შემადგენლობაში არის ინვესტიციური ნაწილი, ასევე ჯგუფის შემადგენლობაში არის ფარმაცევტული მიმართულება, ასევე ჯგუფის შემადგენლობაში არის დიდი წილი საერთაშორისო ვაჭრობა ტრეიდინგის კუთხით, რომელიც ეხმარება ამავე წარმოებული თუ იმპორტირებული პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელება, განვითარებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რეგიონის ნაწილში, გულისხმობ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი და ცენტრალური აზიის ბაზრების განვითარება, რომელიც ეხლა ძალიან მოცულობითი ხდება უზბეკეთის, ყირგიზეთის ჭრილში და რა თქმა უნდა ჩინეთის. გიორგი, აი მადლობა ძალიან კარგი და საინტერესო წინასიტყვაობისთვის. ეხლა ცხადია მე ვიცი ეს ყველაფერი კარგად და ჩვენმა მაყურებელმაც იცის, იმიტომ რომ არაერთხელ ჩვენ სხვადასხვა ფორმატებში მიგიღია და მიიღებ კიდე მომავალში მონაწილეობას და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ის საქმე, რაც ინდივიდუალურად როგორც ადამიანების და კომპანიის ეგიდით კეთდება. ამიტომაც წარმატებები ურევი რა თქმა უნდა ამ და სხვადასხვა მიმართულებებით. აი ხა გისმენდი ყურადღებით, ხა
ხა აქტო ჯგუფის ძირითად რეგლამენტს ყვებოდი და მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან ქვეთავზე ვკონცენტრირდეთ ჩვენი დღევანდელი დიალოგის ეს საქართველოს პოზიციონირებაა როგორც კლასტერული ეკონომიკა ხო იმიტომ რომ ჩვენ პატარა ბაზარი ვართ და ნუ ხა ინვესტორებისთვის 3 მილიონი ნახევრიანი 3.680.000-იანი ბაზარი მაინც და მაინც ვერ იქნება საინტერესო თავისი არც თუ მაღალი მსყიდველ უნარიანობით თუმცა გვაქვს ხა გარკვეული წიაღსულები ხო ამ მიმართულებით და იმედია რომ გაიზრდება კიდე და კიდე დოვლათი ერთსულ მოსახლეზე მაგრამ ჯამში ჩვენ რო დავაინტერესოთ ინვესტორი, შენ უნდა დააპოზიციონირო შენი ქვეყანა როგორც კლასტერული ნაწილი. ხო, ეხლა მე ძალიან მომწონს მაგალითად პერსპექტივა ცენტრალური აზიის განვითარების. ხო, ეხლა უზბეკეთი და ყაზახეთი ერთია რო ვითარდებიან, მაგრამ მეორეა რო ისინი ვითარდებიან და ეს ყველაფერი საქართველოს აძლევს კიდე განვითარების ბიძგს. არ შემიძლია არ თქვა სომხეთზე, აზერბაიჯანზე, სადაც ასევე ძალიან საინტერესო წიაღსულებია და ეს ყველაფერი აი საქართველოს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ როგორც ტურიზმის, ასევე ექსპორტის, იმპორტის მიმართულებით დაუპოზიციონირდეთ ძალიან კარგად. აქტო ჯგუფი რო ამას ძალიან კარგად იყენებს, ეს ფაქტი სახეზია. კრებსითაც რამდენად იყენებს ამ შესაძლებლობას ქართული ბიზნესი და რამდენად ველაპარაკებით უკვე მსოფლიო ცოტა უტრირებულად ჟღერს, მაგრამ რეგიონს მაინც რამდენად ვისწავლეთ რეგიონთან ლაპარაკი. ბაზრებმა დაგვანახა, რომ აუცილებელი გახდა ამ პოზიციონირების სწავლა. ჩემი ჯგუფის და პროფილის ნაწილში 10 წლის წინ, როდესაც ამერიკულ საერთაშორისო ჯგუფებთან ჩვენ წარმომადგენლობის კონცეფციაზე და საერთაშორისო წარმომადგენლობის შედეგად იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციაზე და ბაზრების ათვისებაზე საუბრობდით, 3.7 მილიონიანი ბაზარი არც ერთი მსხვილი მწარმოებლისთვის საინტერესო არ არის. მაგრამ როგორც კი დავანახეთ მისი პოზიციონირება როგორც რეგიონალური ბაზარი, სომხეთი, აზერბაიჯანი და ჯამში მისი შემადგენლობა ლამის 20 მილიონი ბაზარზე გავიდა, უკვე მიდგომაც და განვითარების ფორმატიც სწორად იქნა დანახული. მსხვილი წარმოებლების მიმართ, რომლებმაც იციან როგორ აითვისონ ევროპის ბაზარი, რომლებმაც იციან როგორ აითვისონ აზიის ბაზრები, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები და ჯერჯერობით ამ 30-40 წლის ჭრილში კიდევ ვერ მოხდა სწორი დაყოფა თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ლატვიამ და ესტონეთმა ერთი საერთო ბაზარის ფორმატი შექმნა და აქ ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო აღმოსავლეთ ევროპის საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანის შინაარსის გამოყენებას. და აქვე გვაძლევს გეოგრაფიული შესაძლებლობა ამ ძალიან კარგ მოდელს. სწორი ეკონომიკური ურთიერთობა სომხეთთან, სწორი ეკონომიკური ურთიერთობა აზერბაიჯანთან, ერთმანეთთან მეტნაკლებად უკვე რეგულირებისკენ მიმავალი ფორმატი, მაგრამ რელიეფი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ეს პირდაპირ ეკონომიკური ურთიერთობა ესე სწრაფად განვითარდეს და აქ საქართველოს გამოიყენოს ეს როლი, ჩაერთოს ასევე იმ დერეფნის ნაწილში, ლოჯისტიკურში, რასაც იძლევა თურქეთის შესაძლებლობა და შავი ზღვის ნაწილი. ეს ქმნის ახალ პერსპექტივას და ეს თუ 10 წლის წინ ცოტა რთული წარმოსაჩენი იყო, დღეს მსოფლიო ეკონომიკა ითხოვს ესეთი რეგიონალური ცენტრის არსებობას იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც გიორგი, ცოტა კრიტიკულებიც რო სტაბილურობიდან გამომდინარე. აი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი მიადეკ, ეხლა მადლობა საინტერესო პასუხისთვის. აი ცოტა ისეთ კრიტიკულებიც რო ვიყოთ, ოღონდ ეს ამ შემთხვევაში უფრო თვითკრიტიკა არის, იმიტომ რომ კრებსითაც უნდა ვისაუბროთ ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ სტრატეგიულად გვინდა რომ ეს ქვეყანა განვითარდეს და გვინდა რომ დაპოზიციონირდეს ისე, როგორც ეკადრება, ხო? ეხლა ლოგისტიკა დღეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჩვენთვის, ინფრასტრუქტურა ასევე არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მათ შორის ის პრეფერენციები ხარ ვეხები არც ერთ ცხადია კონკრეტულ პროექტს და ამ შემდეგ, მაგრამ აი ის რო გჭირდება რკინიგზის მოდერნიზება, კარგი, ამაზე რო დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში ლაპარაკი, პრემიერის ადმინისტრაციიდანაც გვესმის ძალიან ბევრი იმპულსი და ამას მხოლოდ მივესალმები, მთავარია პრაქტიკაში ვნახოთ ნაბიჯები, საზღვაო ნაწილი რო განსავითარებელია, ესეც ფაქტია, ეხლა თუნდაც იგივე შავი ზღვის კაბელის ნაწილი, პრეფერენციები ამ კუთხით პირდაპირ გზა ევროპასთან, საჰაერო მიმოსვლა რომ განსავითარებელია, ესეც ფაქტი და მოცემულობა არის ნებისმიერ შემთხვევაში, თან მით უმეტეს რეგიონში არსებული ტურბულენცია ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში მივცეთ შესაძლებლობა არა მარტო ვიზიტორებს და ტურისტებს, მათ შორის ინვესტორებსაც, რომლებისთვისაც ძალიან დიდი ნონსენსია ის რაც ხდება. ხო, ეხლა დღეს მქონდა საუბარი დარგის ერთ-ერთ ექსპერტთან, რომელიც ტურიზმის ნაწილში არის ჩართული და უბრალოდ ვერ გამოდიან შოკიდან ემირატებში მცხოვრები მოსახლეობა, იმიტომ რომ მათ არიციან რა არავინ არ ელოდა ამას. არავინ არ ელოდა, არ უცხოვრიათ არასდროს ასეთ მოცემულობაში. ისრაელისთვის ეს ყოველდღიურობაა. იმიტომ რომ ისრაელი 10 წლეულებია ცხოვრობს აი ასეთ რეჟიმში, ხო, მაგრამ ეხლა დუბაიდან ან ყატარიდან წამოსული ესე ვთქვათ რეზიდენტი, ხო, ანუ აბსოლუტურად გაურკვევლობაშია რა გააკეთოს, იმიტომ რომ მას ბომბი ბურჯ ხალიფას თავზე არასდროს არ უნახია, ხო, ანუ არ ირონია არ არის, სიცილი არ არის, სიმწრის სიცილი უფრო არის, ხო? მაგრამ
ეს შესაძლებლობა ჩვენთვის გამოსაყენებელია. და აქ ბევრი კომპონენტი არის ერთად შესაკრები, ხო? აი რა რეცეპტია შენი აზრით გასაწერი, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებელს, ისე გეკითხები, ანუ აი რა რეცეპტი არის გასაწერი, რომ აი ჩვენი ქვეყანა ამ ძნელბედობის ჟამს ისე დავაპოზიციონიროთ, რომ მაქსიმალურად მეტი ბენეფიტი დავტოვოთ აქ. ვიტყოდი რომ აი ეს კითხვა და ეს ფორმატი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომელიც ხვალინდელ დღევანდელ დღეს და ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება. ისტორიულად ქონდა ჩვენს აბრეშუმის გზის შინაარსი, სახმელეთო ამ სწორი ევროპასთან დაკავშირების ფორმა, საზღვაო პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა და ამას დაემატა ის, რომ დღეს საჰაეროც დერეფანი ვართ. ან flight trackers რო შეხედოთ ეს მდგომარეობით, აი როგორც სახმელეთო გზა გადის საქართველოში, ზუსტად ასეთივე საფრენი არეალი შეიქმნა საქართველოს ცის გავლით და უკავშირდება ამ აზიისა და ევროპის დერეფნებს. ეს ჩვენ ვხედავდით ამას ყოველთვის სახმელეთო საზღვაო ნაწილში, სარკინიგზო ნაწილში, რომელშიც მისი განვითარება და დღეს დაანონსებული იყო კიდევ ზუსტად რამოდენიმე კვირის წინ მსხვილი რეორგანიზაცია რკინიგზის და ძალიან კარგი ინიციატივა, ძალიან დროულია და ვიტყვი რომ აი სასწრაფოდ აქტიურად გასავითარებელი ფორმაა, იმიტომ რომ რკინიგზა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ფორმაა იმ ქვეყნებისთვის, რომ ქვეყნებსაც ჩვენ ვაკავშირებთ ევროპას. მაგრამ აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ასევე საჰაეროც. ზუსტად ამ ევროპა-აზიის ფორმას ჭირდება ის ბაზირების ადგილი, სადაც ის მოახდენს საწვავის მიღებას, სწორ დაბაზირებისა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობას და განვითარებას. რაც შეეხება რა გვჭირდება ამისთვის? გვჭირდება რაც შეიძლება მძლავრი და ძლიერი საერთაშორისო კომპანიები აქ პარტნიორებად. მხოლოდ ქართული შიდა სექტორი რა მძლავრიც არ უნდა იყოს ბიზნესი, რა მსხვილი კოლაბორაციაც არ უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო პარტნიორების რესურსის, მათი გამოცდილების, მათივე არსებული პარტნიორების და მათივე უკვე გადაიარაღების ფორმატში შეუძლებელია. დღეს ზუსტად ეს საერთაშორისო მძლავრი პარტნიორებიც, ისინი ვინც სხვადასხვა ქვეყნებში სწორ 30-40 წლის განმავლობაში სტაბილურ გარემოს გრძნობდნენ, დღეს ხედავენ, რომ ეს გარემო შეიცვალა და საჭიროა ახალი ქვეყნები, ახალი ლოკაციები, ახალი პარტნიორები და ამ დროს არა მოლოდინის რეჟიმში უნდა ვიყოთ. პირიქით ესეთი ინვესტორები იქით უნდა მივაკითხოთ, დავალაპარაკოთ, მოვიყვანოთ, აქ მოვიზიდოთ და შევუქმნათ ის გარემო, რომ ისინი არ არიან მხოლოდ ეკონომიკური ნაწილის გარანტორები. უსაფრთხოების ნაწილიც ამასთან ერთად ერთვება. დასაქმების ნაწილი ამასთან ერთად ერთვება. ის გარემო, როდესაც საქართველოს როგორც ქვეყნის პოპულარიზაცია იწყება, ამასთან ერთად ერთვება და ეს ქმნის ახალ შესაძლებლობას ქვეყნისთვის. და აქ არის ლოჯისტიკა. ანუ არ უნდა დავინახოთ ლოჯისტიკა როგორც აი დერეფანი. მე დარწმუნებული ვარ, თუ სწორად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, ის ორხაზიანი ჩვენი მაგისტრალი, რომელსაც აი ეხლა ვამთავრებთ საქართველოს მთავარ მაგისტრალს, 1 წელიწადში მაქსიმუმ სავსებით არ იქნება საკმარისი, რომ გახდეს 4. და ორი ხაზი. მე მგონი არ ფიქრობ, რომ დროშიც არ უნდა დავაგვიანოთ რეალურად და აი პროცესებიც ცოტა უნდა დავაჩქაროთ. მე იცი რაზე მწყდება ხოლმე გული? ეს პრინციპში ყველა მთავრობას ეხება, აი ბოლო 10 წლეულებს თუ მოუყვებით ჩვენი უახლესი ისტორიის, ხო? ანუ ბევრი პროექტი უბრალოდ ანონსდებოდა და მერე რატომღაც ანუ მათი განხორციელება დროში იწელებოდა. ხო, აი იმდენად კარგი პროექტები არის ბოლო წლებში და ბოლო თვეებშიც და ანონსებული საქართველოში, რომ აი მაღლული დამწყება გულწრფელად ვამბობ, რომ ეს პროექტები ამ პროექტებმა ვერ იხილოს დღის შუქი და რა ვსგულისხმობ. ხა აი ფანტასტიკური პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, ხა რაც შემბრძანე და მოყვები აბსოლუტურად, რომ აი მე ძალიან მინდა, რომ ემარის პროექტი საქართველოში ვნახო განხორციელებული. მე ძალიან მინდა, რომ ტრამპ ტაუერი ვნახო აშენებული საქართველოში. თან თუმცა ორი ისეთი წარმოება მოგითხა ილია წულაიასაც და სოსო ხაკაძესაც ისეთი წარმომადგენლები ყავს მას საქართველოში, რომ ნუ არ წარმომიდგენია, რომ ეს პროექტი არ განხორციელდეს, ხო საქართველოში. და ბევრი სხვა კიდე რომელიც დაანონსდა. ეს არის ზუსტად ინვესტორებთან ლაპარაკის ენა და თავისუფლად არათიც მათ შორის ჩვენი ქვეყნის. მაგრამ აი აქ მინდა ეხლა ძალიან ნიუანსური კითხვა დაგისვა და მოვისმინო შენი ძალიან საინტერესო მოსაზრება. აპრიორშივე ვამბობ ამას. ინვესტორებს უნდა ველაპარაკოთ, კარზე უკაყუნოთ ყოველთვის, მოყვები, აბსოლუტურად. მაგრამ აი ერთია მოვიყვანეთ ინვესტორი და მეორეა რას ვახვედრებთ მას აქ.
როცა გამოწვევების წინაშე არის ჩვენი სასამართლო სისტემა, ალტერნატიული ფინანსური რესურსები, თუნდაც ეხა თუმცა აქ მედლის მეორე მხარეა. ძლიერი საბანკო სისტემა ეს რა თქმა უნდა მაგნიტი არის და ტრიგერი არის ინვესტორის მოზიდვის, მაგრამ აი ალტერნატიული ფინანსური რესურსების დეფიციტი, რომელიც არ არის ქვეყანაში და აი ამაზე იმიტომ ვლაპარაკობთ, რომ აი ეს ერთგვარად იყოს საქართველოს მთავრობისთვისაც ერთგვარი მესიჯიც რაზე არის დღეს მუშაობა დასწრები და რა ჭირდება რეალურად ინვესტორს, რომ ის მოვიდეს ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების გარეშე. ხო, ანუ რეალურად აი მოვიყვანეთ ინვესტორი, აი მერე რა ხდება, ჩავატარეთ პრეფიზიბილიტი და აი პოსტ პერიოდში რა ხდება. აი რა არის დღეს გამოსასწორებელი, რომ ინვესტორი უბრალოდ კი არ მოვიყვანოთ და გეთანხმები, რომ რაღაც ტრანზიტულ ქვეყნად არ უნდა დაუპოზიციონირდეთ. აი მოვიყვანეთ და ის გრძელვადიანად შევინარჩუნეთ საქართველოში. აი რა რეცეპტი გაქვს ამ კუთხით და რა რეცეპტი გეგულება? პირველ ნაწილში შევეხები იმ კითხვის შინაარსს, რომელიც პროექტ ანონსებულ პროექტებთან დაკავშირებით არის გაჟღერებული, ცალსახად ერკინიგზა ერთ-ერთი მთავარი ინიციატივის ნაწილია პორტი, ანაკლიის პორტი. ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო დროული პროექტია ვაზიანის აეროპორტი. დღეს არსებული აეროპორტის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იძენს იმ გარემოს, რომ ჩვენ გვჭირდება მაღალი კლასის საერთაშორისო გამტარიანობის საერთაშორისო დონეზე ოპერირებული აეროპორტი. და ეს ვაზიანის ინიციატივა, რომელსაც დღეს მთავრობა სწორად ავითარებს, ძალიან მნიშვნელოვანია და დროულია და მას დიდი პოტენციალი აქვს. ესეთივე ფორმის კითხვის მეორე ნაწილზე რო გადავიდეთ, როგორ მოვიზიდოთ ინვესტორები, ინვესტორებთან კომუნიკაციას ახდენს როგორც სახელმწიფო და მის მაგალითები გვაქვს, ასევე კერძო სექტორი და ბიზნესი. მაგრამ უკვე აქ მათი დაფუძნების და გარემოს შექმნისას ასევე კოლაბორაციული საქმეა საჭირო. ერთი არის დაითანხმო, ეს სერვისია. როგორც ბიზნეს დილი, ზუსტად ესეთივე დილია უბრალოდ სახელმწიფოსთან, სახელმწიფო ბიზნესი ბიზნესთან, ან ბიზნესი ბიზნესთან და სახელმწიფოსთან. გააჩნია მასშტაბს, რომელ მასშტაბში არის ესა თუ ის ბიზნესი დაინტერესებული საქართველოს. და ზუსტად აქ უნდა მოხდეს სერვისის მიწოდებაც, გარემოს შექმნის ნაწილიც. სწორად არ ვამბობ, რომ პრივილეგირებულად, სწორად ბიუროკრატიული საფუძვლების არიდება, ბიუროკრატიული იმ არასაჭირო დროში გაწელილი, რაც ქმნის შეფერხებას ბიზნესისთვის, რაც ქმნის თითქოს და დამატებით არასაჭირო ვალდებულებების არსებობას და რაც ქმნის დროის დაკარგვას ინვესტორის კარგ გარემოში ყოფნის დროს. კარგი გარემო რა არის? ეს არის შესაძლებლობების სწორად გამოყენება. დღეს არის შესაძლებლობების პერიოდი. 2022-23 წლიდან საქართველოსთვის ბევრ სექტორში გაიხსნა შესაძლებლობების პერიოდი. ჩვენ ბევრჯერ შევხვდებოდით მე და შენ ვისაუბრია და გვითხოვს რაღაცა კარგი მაგალითები უზბეკეთთან მიმართებაში. რატო იყენებს, რატო არის ეს კარგი მაგალითები და ეს არ ამბობს მარტო ამას ქართული ბიზნესი ან რომელიმე აზიის წარმომადგენელი ევროპის. თითქმის ყველა ქვეყანაში დღეს ცენტრალურ აზიაზე საუბარი არის იწყება უზბეკეთით. იმიტომ რომ შესაძლებლობებს იყენებს. იმიტომ რომ დაინტერესებული ინვესტორი მისვლისას შეიძლება ყველაფერი თანამედროვე ევროპული ქვეყნის მოდელზე არ არის აწყობილი და ხარვეზები არის, მაგრამ ხარვეზების გამოსწორებას ყველა უწყება ერთდროულად უდგება. და მობილიზებული არის, რომ სანდრო ან მსხვილი ჯგუფი საერთაშორისო, რომელიც ქვეყანაში მნიშვნელოვან სექტორში აპირებს ინვესტირებას, მას შეექმნა სწორი გარემო. მასთან კომუნიკაციაში იყოს ის ბიზნეს სექტორი, რომელიც პირნათლად და მაღალი თამასით შეასრულებს თავის პასუხისმგებლობას. ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქვეყანაში. ეს კარგი გაგებით ქვეყნებს შორის კონკურენტუნარიანი ურთიერთობაა და ჩვენ ეს კონკურენტუნარიანი ურთიერთობა როგორც გეოგრაფიულად აგვაქვს და ამასთან ერთად რაღაც კარგი უსაფრთხოების სტატუსი მივიღეთ. საერთაშორისო კარგი უსაფრთხოების სტატუსი მივიღეთ ძალიან ბევრ ქვეყანაში, მე დღეს მეკითხებიან პარტნიორებთან თუ ჩვეულებრივ კოლეგა ადამიანებთან საუბრისას, გიორგი, საქართველოში უსაფრთხოა ხო ყოფნა და მოდი უძრავ ქონებას შევიძენ, მოდი რაღაც სექტორს შევეხები, მოდი სწორი საინვესტიციო ფორმა მითხარი რა გავაკეთო. ეს გარემო, რომელიც შეიქმნა დროულ ფორმაშია გამოსაყენებელი. ეს 10 წლეულების ნაწილში შეიძლება ვერ გასტანოს. ეს თუ სწორად გამოვიყენებთ ახლა, მივიღებთ ეკონომიკურ ეფექტს, მივიღებთ უფრო მყარ უსაფრთხოების საფუძვლებს, იმიტომ რომ საერთაშორისო კომპანიების არსებობა ამ თუ იმ ქვეყანაში რას ნიშნავს?
ეს არ არის გიორგის და სანდროს მოგონილი 100 წლეულმა გვანახა, რომ ის საერთაშორისო კომპანიები, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანაში არიან, იმ ქვეყნის ერთ-ერთი უსაფრთხოების გარანტორები ხდებიან. და ეს უსაფრთხოება არის ზუსტად ის მშვიდობა, რაც აუცილებელია, რომ სწორად გამეთარდეს. ორი და მესამე, ჩვენ ამავდროულად მივიღებთ საერთაშორისო სტატუსს, როგორც მზარდი ეკონომიკა, როგორც მზარდი შინაარსის მატარებელი ქვეყანა და იმ ახალი სხვა კომპანიების დასაინვესტირებელი ფორმა, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. ანუ ავტოინდუსტრიაში რო ვთქვათ, თუ ჩვენ მოვიყვანთ წარმოებლად Mercedes, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მისი კოლეგა სხვა კომპანიებიც დაინტერესდებიან, რატო წარმოვიდა Mercedes საქართველოში და რატო გეგმავს იქ წარმოების შექმნას. ზუსტად ესვე უნდა გავაკეთოთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში. თუ ჩვენ სწორ ჯგუფს შემოვიყვანთ აეროპორტების, სანაოსნოების, ენერგეტიკის, ლოგისტიკის განვითარების ნაწილში, სხვა მათივე კოლეგა და კონკურენტი ჯგუფებიც ესეთივე ინტერესს გამოიჩენენ, რომ ჩვენთან სწორი ინვესტიციები განახორციელოთ. და რაც მეც დავკარგავთ, მით ნაკლებ შესაძლებლობას მივიღებთ ზუსტად იგივე უკვე ეფექტის მატარებელი შეიძლება ეს იყოს. აბსოლუტურად გეთანხმებ. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო პასუხისთვის, როგორც ყოველთვის და მოდი ხა კიდევ ერთი თავი გავხსნათ ჩვენი საუბრის და ეს აქ მინდა ორი ნაწილად გავაკეთოთ განშტოება. პირველი ეს არის ექსპორტი და მეორე ეს არის ხარისხი. ხარისხს ეხა ბევრს ვისაუბრებთ დარწმუნებული ვარ, ხა შენი ბექგრაუნდიდან გამომდინარე, თუნდაც იგივე ISO სერტიფიცირების ნაწილში და ძალიან სენსიტიური თემაა ეგ რა, იმიტომ რომ ეხა ყოველთვის აი ამას წინებზეც გქონდა ლაპარაკი, აი ხარისხზე ძალიან იშვიათად ხდება პედალირება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ბევრი კომპანია მომწიფდა კორპორატიულად ისე რომ ანუ ხარისხიანი სერვისების, ხარისხიანი პროდუქციის პროვაიდერი გახდა და ასე შემდეგ, მაგრამ აი რაოდენობრივ მოზაიკას თუ შევხედავთ, რაოდენობრივად ეს საკმარისი არ არის. ეს მარტო ჩემი სიტყვები არ არის, ამას სტატისტიკაც ხატყობს, ხო, იგივე ექსპორტის მაჩვენებლები, ხარისხობრივი კუთხით ძალიან მცირეა, ადგილობრივი ბაზრის მომარაგება ხარისხობრივი კუთხით ძალიან მცირეა და ეს ყველაფერი გვხდება ფაქტიურად ყველა ინდუსტრიაში და ყველა სფეროში. დაწყებული აგროსექტორით და ეხლა რა თქმა უნდა ფოკუს აგროსექტორზე გავაკეთებთ და ამავდროულად სხვა ბევრ მიმართულებას. სერვისების მათ შორის ხო, იგივე service based ეკონომიკაში ძალიან ხშირად გვხდება ხარისხის დეფიციტი, ძალიან ბევრი მიმართულებით. რაღაცნაირად აი თითქოს ვერ გამოვავლინეთ შიდა კონსტიტუცია, როგორ უნდა აწარმოო ხარისხიანი პროდუქცია, როგორ უნდა იყოს ხარისხიანი პროვაიდერი. იმიტომ რომ ეხლა 2014 წელს, როდესაც ევროპასთან ასოცირების დოკუმენტს მოვაწერეთ ხელი, ეს თითქოს თავიდან რაღაც ნაწალადების სტრუქტურა იყო, რომ აი ხარისხი, მერე თითქოს რაღაცა კერები გაჩნდა, რომ აი მოდი ხარისხს გავუკეთოთ იმპლემენტირება. და დღეს, როდესაც აი ვხედავთ, რომ ევროპაში არ აქვს ხა ის მაჩვენებელი ექსპორტის, ხო, სამწუხაროდ, ექსპორტის მიმართულებით ეს ძირითადად მაინც ხარისხობრივი ასპექტების დეფიციტი არის განპირობებული. მე მაინტერესებს, ხა გასაგებია, რომ ხარისხი არის გაზრდილ საოპერაციო ხარჯებთან დაკავშირებული. და ამაზე ორი აზრი არ არის, თუ გინდა მიიღო ხარისხიანი პროდუქცია დახლზე, მანამდე უნდა დახარჯო. ეს 2x2-4-ია, მაგრამ აი მანამდე უნდა დახარჯოში, სადღაც ბოდიში სლენგისთვის ცოტა ვიჭედებით. იმიტომ რომ არ ვიცი ხა ეს რისი ბრალია, ალბათ იმისი რომ ძალიან მარტივად იაფად გვინდა შედეგის მიხსა, ხო, და სწრაფად გვინდა, შედეგ ხო, აი სწორი რემარკა არის აბსოლუტურად, ხო, აი და საბოლოო ჯამში აი ვერ მივედით იმ საწადელ შედეგამდე, რომ აი მაგალითად
აგრო სექტორში იყოს პირობითად რიტეილებში იყოს ხარისხიანი ქართული აგრო პროდუქცია. მე განავამტყურებ რიტეილერების პოზიციებს, ხა პატარა გადახვევა რო გავაკეთოთ, ხო? ეხლა სადღაც პრემიერსაც ვეთანხმები, მაგრამ სადღაც რიტეილერებსაც ვეთანხმები იმ ამბავში, რომ ანუ გავიგე, რომ რეალურად უნდა მედლის ორი მხარეა აქ, ხო? გზა გაუხსნათ ქართულ პროდუქციას. ჩანაფიქრი იდეალური არის. გაუხსენით გზა. ანუ ჯამში რაოდენობაში რას ვიღებთ, ხო? ანუ ვართ სტაბილური მიწოდებლები? აი აქ არის თავარი კითხვა და ასასმელი. მე მინდა რომ ვიყოთ. არ მინდა რაღაცა ჩასაფრებულის პოზიციიდან ვიმუშაო, ესე თქვა ვიოპერირო, მაგრამ მინდა რომ ვიყოთ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ. დიდი ეჭვი მაქვს. ამიტომაც აი მოდი ხალისხით დავიწყოთ საუბარი, რომელიც მე ექსპორტის და აი ამ ძალიან მანკიერი სალდოს რომელიც ექსპორტ-იმპორტის ნაწილში ვაქვს დაძლევის ძალიან კარგი საშუალება არის. აი რა გზას გადის დღეს ქართული აგროსექტორი? ქართული წარმოება რა გზას გადის? აი ხარისხის ნაწილშიც და ეს მაგალითი მოვიყვანოთ ჩვენ ჯგუფში შემავალი ღვინის საწარმოს მაგალითზე, რომელშიც სრულ ციკლს მოვიცავთ და ფოკუსირება საექსპორტო ბაზრებზეა. აი ამ შედარების ნაწილში და რომელშიც ყველაზე კონკურენტუნარიანი პროდუქტი არის დღეს საქართველოში წარმოებულ პროდუქტთა შორის. ანუ ამ რაოდენობით ექსპორტიორი კომპანიები 150-ზე მეტი ექსპორტიორი კომპანიაა, რომელიც ახორციელებს მცირე თუ საშუალო თუ დიდი რაოდენობით ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტს, ხო რეგისტრირებული 300-ზე მეტი კომპანია. შესაბამისად, რამდენად შეიძლება რომ აქ შეიქმნას ხარისხიანი გეგმა ქვეყნების ათვისების. რომელ ქვეყნებზე ვართ ფოკუსირებულები? იმიტომ რომ თითოეულ ქვეყანას აქვს დაგეგმარების და შენთან სწორი გრძელვადიანი პარტნიორობის სხვადასხვა ფორმატი. ჩვენ, როდესაც ავითვისეთ ევროპის ერთ-ერთი მსხვილი ქსელი 2 წლის განმავლობაში ერთჯერად იმპორტს ვახორციელებდით ამ ქსელთან. და მე როდესაც გუნდთან ერთად მქონდა კომუნიკაცია, რომ ეს ერთჯერადი იმპორტის შემდგომი ნაბიჯი რო სტაბილურად მოხდეს პროდუქციის მიწოდება. რა ნაბიჯებია გასავლელი? იქიდან პირდაპირ იყო აუდიენცია 4 გზის თქვენ პროდუქცია უნდა მოაწოდოთ, რომ გავიაროთ ამ ქსელთან სტაბილურობის ფორმა და შემდგომ თქვენ ხდები ძირითადი ლისტინგის წევრი და თქვენ წლიდან წლამდე სეზონების მიხედვით მოგეთხოვებათ ესა თუ ის პროდუქცია. ზუსტად იგივე იყო 18 თვე გრძელდებოდა იაპონიის ერთ-ერთ იმპორტიორთან იცი შენესკეისი, როდესაც პირველი ქართული ღვინო, როდესაც სუში სანძამაის ქსელში შევიდა, ჩვენი მწარმოებული ქვევრის პროდუქცია იყო 2 სახეობა, რქაწითელი და მწვანე და 18 თვის განმავლობაში 7 სხვადასხვა სადეგუსტაციო ფორმა გავიარეთ, სანამ მივიდით იქამდე, რომ ამ იმპორტიორმა 60 წლის იმპორტიორმა კომპანიამ თავის ლისტინგში ჩასვა ჩვენს მიერ მწარმოებული ბედიანის ღვინო და ბედიანის მეღვინეობა დღეს ამ ქსელის სტაბილური პროდუქტია. აი ეს არის დრო ხარისხზე კონტროლისა და აქცენტის გამახვილების დიდი სამუშაო, გუნდის სტაბილურობა და რა თქმა უნდა სრული ციკლის კონტროლი. შეუძლებელია ნედლეულის მიღებაზე არ გამახვილო აქცენტი და პრეტენზია გქონდეს საბოლოო პროდუქტის მაღალ ხარისხს. შეუძლებელია ციკლში სისტემა არ შეიქმნას, არ გქონდეს ხარისხის კონტროლის მექანიზმები და გარანტირებული იყო რომ სტაბილურად მიიღებ ხარისხიან პროდუქტს წარმოების შედეგად. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ წარმოებაზე, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ ტრეიდინგზე და ეს წარმოებულია სხვის მიერ, ეს არ არის საქართველოში შექმნილი ეკონომიკური დოვლადი. აქ აქცენტი უნდა გამოვახვილოთ, რომ რა არის ის სექტორი, რომელ სექტორში ჩვენ შეგვიძლია წლიდან წლამდე რაოდენობრივის და ნედლეულის გადამუშავება, მოყვანა, მომზადება, თუნდაც შეიძლება კომპონენტები დავაიმპორტოთ. არის ინდუსტრიები, რომელშიც შეიძლება კომპონენტები დავაიმპორტოთ, მაგალითისთვის ფარმა ინდუსტრია თუ სხვა რომელიღაცა ინდუსტრიები და საბოლოო პროდუქტის მიღებაზე საქართველოში სწორი ხარისხის კონცენტრაცია და შესაძლებლობა კონტროლის გქონდეს. ანუ რა თქმა უნდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ამის გარეშე ნონსენსია. კიდევ და კიდევ საუბრობდით ინვესტიციებზე საერთაშორისო ძლიერი კომპანიების აუცილებელი მონაწილეობა საქართველოს. ლაპარაკობთ ხარისხზე, ISO სტანდარტის ნაწილში იქნება ეს, წარმოების ხარისხის ნაწილში იქნება ეს, თუ მარკეტინგის განვითარების ხარისხში, რა თქმა უნდა, იმ გამოცდილი ბაზრების მაგალითები, რომლებმაც გზა გაკვალეს, ფორმა იციან, სწორად როგორ დაპოზიციონირდნენ ამ თვე ბაზრებზე იციან და მას თუ ჩვენ კიდევ უფრო რაღაც განსხვავებულ ქართულ ელფერს შევძენთ
მოვიგებთ არ წავიდეთ, მაგრამ თუ ჩვენ დავიწყეთ ოსპედის გამოგონებას და ვიტყვით რომ გულზე ხელი ჯერებით არა ჩვენ ხარისხიან პროდუქტს ვქმნით, თავის მოტყუება გაგვიჭირდება ბაზრებზე დამკვიდრება. იგივე ალკოჰოლის ნაწილში ხა მაისში ღვინის დღესთან დაკავშირებით ძალიან კარგი სლოგანად გაჟღერდა და კოლეგა მეღვინეებმა ბევრჯერ უთხარით ერთმანეთს რომ მინისტრის სიტყვები საქართველოში უხარისხო ღვინის ადგილი არ არის. საქართველო ხარისხიანი ღვინის სამშობლოა, ხო? აი ამ სლოგანით უნდა შევხნათ წარმოება. რა მასშტაბზეც არ უნდა გავიდეს საქართველოში ღვინის ინდუსტრია, მაქსიმუმი ეს არის 200-250 მილიონი ბოთლი. ყველა კარგი ნიადაგი რო გამოვიყენოთ ვენახების განვითარებისათვის. 300 მილიონი ბოთლი. ეს დიდი მსოფლიო მევენახეობის ქვეყნებისთვის არაფერია. ანუ ჩვენ თავიდანვე დაბალი პოზიციონირების თავიდან უნდა გამოვიდეთ. თავიდანვე უნდა დავგეგმოთ, რომ ჩვენი ნიშა არის საშუალო და პრემიუმ სეგმენტი. მაგრამ ამას ვერ მივახცევთ ერთ წელიწადში, ვერც ხუთში. ამას სჭირდება სტაბილურად, სწორად გეოგრაფიის ათვისება და ეს გეოგრაფია ძალიან მზარდია, 60+ ქვეყანაა დღეს და კარგი ინტენსივი გვაქვს იმასთან დაკავშირებით რომ გამოვიყენოთ, მაგრამ იმ გეოგრაფიაზე რამდენად მოვახერხებთ რომ უკვე არსებულმა პროდუქტმა სწორად შეძლოს დამკვიდრება, ეს მწარმოებელზე, კონტროლზე, ხარისხის კონტროლზე, მართვაზე და ასე შემდეგ არის დამოკიდებული და მე ზუსტად მადლობა მინდა გადავხადო იგივე ამ შემთხვევაში მინისტრის ინიციატივას რომ საქართველოს ხარისხიანი ღვინის სამშობლოა და საქართველოსდან წარმოებული ღვინო მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტის ასოციაციაში უნდა ხვდებოდეს. ეს გამოყენება უნდა აითვისოს ასევე სხვა საწარმოებმაც, სხვა სექტორმაც, სხვა სეგმენტმაც. მარკეტინგულად სწორად მოახდინოს მისი განვითარება. სწორად მოხდეს სავაჭრო ნიშნების დამკვიდრება. მომხმარებელი, საბოლოო მომხმარებელი იმახსოვრებს სავაჭრო ნიშანს. შეიძლება საწარმოოს და მწარმოებლის სახელი საერთოდ არ იცოდეს. თუ მის საფუძვლამდე არ მიდის, ის იმახსოვრებს სავაჭრო ნიშანს. ანუ ჩვენ სავაჭრო ნიშნის პოზიციონირება ქმნის გამეორებით მოთხოვნას. ჩვენ რომ მივეჩვევით, რომ ესა თუ ის წყალი, ესა თუ ის ლიმონადი თუ ალკოჰოლური სასმელი მოგვეწონა და პირველად გავსინჯეთ, პირველად გასინჯვისთვის ღვინის ინდუსტრიაში საქართველოს აქვს ძალიან კარგი დროშა, ღვინის სამშობლო 8000 წლოვანი ისტორია, დააგემოვნა, ხარისხი კარგია, ის იმახსოვრებს სავაჭრო ნიშანს. იმახსოვრებს ამ სავაჭრო ნიშნის ფორმას ხარისხის დამემართებაში და განმეორებით ისევ მას ეძებს, რომ ჩვენ თუ სავაჭრო ნიშნების კონტროლით იგივე ყურადღება არ მივაქციეთ, იმ ბაზრებს ვერ დავიმკვიდრებთ. ყოველთვის გექნება ერთჯერადი კომუნიკაცია. ყოველთვის იქნება ის ფორმა, რომ ეს იყოს ერთჯერადი მიწოდება რეალიზაციის შინაარსი. ანუ აქ უნდა აირჩიოს ბიზნესმაც და ამ ბიზნესის ამა თუ იმ ქვეყანაში პოზიციონირების სტრატეგია რა უნდა? ერთჯერადი დილი შეთანხმება რომ გაყიდოს და გადატვირთოს და დაასრულოს, თუ ერთჯერადი გაყიდვა და მიწოდება, რომელიც განმეორებითია. განმეორებითობას ქმნის ეს სავაჭრო ნიშანი, ხარისხის კონტროლი, საერთაშორისო სტაბილურობა, გრძელვადიანი ურთიერთობა, მოთმინება და ანალოგიურად აქ ნედლეულიდან საბოლოო პროდუქტამდე. მე აი ფანტასტიკური პასუხი არის, მართლა ფანტასტიკური პასუხი არის გიორგი, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მე არ გთხოვე ხარ რა თქმა უნდა კონკურენტებზე საუბარს, მაგრამ აი მოდი ძალიან ისე ზოგადად შევეხოთ ამ თემას. რამდენად კონსოლიდირებულია დღეს სექტორი და რამდენად აცნობიერებს რეალურად, რომ ახლა მე იმას კი არ ვიძახი, რომ რაღაცა ერთი ჰოლოგრამით და ერთი ქოლგის ქვეშ მოხდეს სრული ექსპორტის განვითარება და სიმძლავრეების აწევა, მაგრამ როდესაც საუბარი გვაქვს სტრატეგიულ განვითარებაზე, იმიტომ რომ ხა თითოეული კომპანია ქვეყნის სახეა, ხო? ანუ ეს ქვეყანა აპოზიციონირებს ამა თუ იმ ბაზარზე. შესაბამისად, აი, რამდენად კონსოლიდირებულია და რამდენად არსებობს ერთიანი საექსპორტო ფილოსოფია. სხვა ღვინის კომპანიებში, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ ისინი ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლები არიან, ხო? ეს ჯაჭვი როგორია? მე მახსოვს სხვათა შორის, აი, ბოდიშკი ვითხოვ, არ მინდა ხა დავასახელო სახელები და გვარები, ყოველგვარი პერსონალიების გარეშე, მაგრამ მიხვდება მაყურებელი, ვისაც მაქვს საუბარი ღვინის ეროვნულ სააგენტოს, ვინც ხელმძღვანელობდა და მე ის ვინც ჯერ სოფლის მეურნეობის მინისტრი გახდა და მე ეკონომიკის მინისტრი გახდა, ანუ მას ეხლა კი არც მის ადვოკატად გამოვდგები და არც მის კრიტიკოსად, მაგრამ საბოლოო ჯამში ანუ ერთ-ერთი ნაწილი იყო, რაც მომწონდა ყოველ შემთხვევაში, რაც ძიძახდა, რომ ქართული ღვინის სექტორი
უნდა დაპოზიციონირდეს როგორც ერთი მოთამაშე საბოლოო ჯამში საერთაშორისო ბაზრებთან მიმართებაში. აი, მე მაინტერესებს აი ეს ერთიანი მიდგომის სპექტრი, ხო? აი, ღვინოში რამდენად საჭიროა და აი ერთიანი სტრატეგია, ერთიანი თამაშის წესები საექსპორტო ბაზრებთან მიმართებაში, თორე კონკურენტია. მინიმალური თამასა აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთიანი ჭრილში, რომლის მინიმუმ ამ დაკმაყოფილებას აუცილებლად უნდა ახორციელებდეს. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან კარგი კოლეგა კომპანიები ყავს საქართველოში, რომელთა შედეგებიც ჩვენვე გვაძლევს იმის мотиваციას, რომ მე ჩემ გუნდთან ერთად მათ შედეგებზე აქცენტს ვამახვილებ. ეს ისევ და ისევ გვამოტივირებს ჩვენ, რომ ჩვენივე თამასა გავწიოთ და ვთვლი, რომ ხარისხი, რომელიც კითხვაც შენ დასვი, ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კონკურენციაა. და უხარისხობა იქ იწყება, სადაც მონოპოლიზაციაა. აი ზუსტად. ანუ აქ რაც უფრო მეტ წარმოებელს ღვინის სექტორში ექნება ესა თუ ის შედეგი, რომელიც შედეგიც საამაყოა ქვეყნის ჭრილში, ის ამოტივაციო არის იმ წარმოებლებისთვის, ვინც ანალოგიურზე ვართ ორიენტირებული. და ანალოგიურად ჩვენივე შედეგი ამოტივირებს დარწმუნებული ვარ ჩვენივე სხვა კონკურენტ თუ კოლეგა კომპანიას. და ეს ჯანსაღია. ამ ნაწილში პირიქით ყოველთვის იმის გარკვევაში ვართ, რომ ერთი მხრივ სად რა შედეგს მიაღწია, მეორე მხრივ ოჯახ და რითი მიაღწია, რა არის პროდუქციის ნაწილში შედეგი და როგორ დაადოეს, რაღაც შიდა დეგუსტაციის დონეზეც კი ვსინჯავთ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომ ვა, ოჯახ ამან ეს პროდუქცია გააძლიერა, ოჯახ აქ ამ სახეობაში კარგი შედეგი აქვს და პლუს ესა თუ ის პარტნიორთან როგორ მოახდინა გრძელვადიანი ურთიერთობის გამყარება. ხოლო მეორე მხარეს არის ის, ვინც ერთ დამოკიდებულებას ქმნის, ანუ მონოპოლიზირებულ დამოკიდებულებას. მისთვის ხარისხზე კონცენტრირება და ამ დროს ბაზარზე დივერსიფიცირება შეიძლება ინტერესის სფერო არ წარმოადგენდეს. აი აქ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ ინტერვენცია, რომ ეს მინიმალური თამასა არ დაიღოს. აი სახელმწიფოს ინტერვენცია მადლობა ასევე ძალიან კარგი პასუხი. ხარისხის კონტროლში ინტერვენციას არ გულისხმობს სხვა რაღაც იმას. ხარისხის მოდი სხვა რაღაცებს შემოვიტანოთ. ხარისხის კონტროლი რა თქმა უნდა აქ რა თქმა უნდა ბოდიში ლათინური შესაძლებლობისთვის watchdog-ი რომ უნდა იყოს სახელმწიფო და ის კარგად უნდა ასრულებდეს მასზე დაგისრებულ მოვალეობას, ეს ფიტოსანიტარული კონტროლი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ნორმატივი, რასაც ხარისხის კონტროლი ქვია, ხო? ეს ფაქტია და მოცემულობაა და ამაში რა თქმა უნდა არავინ არ აკნინებს სახელმწიფოს იმპერიულ როლს, ხო? მაგრამ აქ მე მინდა სახელმწიფოს სხვა ჩართულობები შემოვიტანო და ეხლა მოდი აი ხშირად საუბრობთ ხომ ახლა გაგეცინება კიდე სუბსიდირების საკითხი უნდა შემოვიტანო გარკვეულწილად ეხლა სიგრმისეულად აღარ მინდა კონცენტრირდეთ იმიტომ რომ თვალი არ ეცეს მე მგონი გამოვდივართ ნელ-ნელა ამ კომპონენტიდან შემცირდა კოეფიციენტი სუბსიდირების რაც ცუდი არ არის თუმცა აქვე აუხსნი და აქვე უთხრათ მაყურებელს რომ ანუ სუბსიდირებაც საერთოდ კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწეული თავის დროს ხო ეხლა თავიდან ჯერ ემბარგოს ნაწილი იყო მერე უკვე პანდემიის პერიოდი ბევრი ფაქტორი და ბევრი ქარტეხილი გამოიარა ჩვენმა ინდუსტრიამ ხო სუბსიდირება იმ კონკრეტულ მონაკვეთში შეიძლება საჭიროც იყო. შეიძლება კი არა საჭიროც იყო. მე სახელმწიფოს ჩართულობას აი მინდა რომ გთხოვო შენეული ხედავ. მე ხა უბრალოდ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას და მე აი რაში მეთანხმები, რაში არ მეთანხმები, ამაზე ვიმსჯელოთ. სახელმწიფოს ჩართულობას მე უფრო მნიშვნელოვან თამასას მივანიჭებდი, ვიდრე დღეს თუნდაც იგივე ლიბერალური ბაზრის კორიფეები ფიქრობენ ამაზე, იმიტომ რომ პატარა ქვეყანაში სახელმწიფო რაღაც დოზით უნდა ერთვებოდეს. აი ხა მაგალითად აი თუნდაც იგივე სუბსიდირებიდან გამოვედით ხო რაღაც დოზით და დიდი დოზით საკმაოდ. აი გამოთავისუფლებულ თანხებსაც სოფლის მეურნეობის ასიგნებებიდან მე ალბათ ისევ და ისევ რეინვესტირებას და კვლავწარმოებას მივცემდი ინდუსტრიაში. ხა ბევრს არ მოეწონება ეს და იტყვის რომ იცი რა არის აი სახელმწიფო რატო უნდა იყოს ამ ნაწილში ინვესტორი, მაგრამ აი კომერციული სოფლის მეურნეობის ფორმირება აი მოუპარავს სიტყვათა წყობას ბატონ გიორგი ხანიშვილს მოვიკითხავ ასევე ხო ანუ კომერციული სოფლის მეურნეობის ფორმირება ცოტა რთულია ხოლმე და აი დიდ ქვეყნებსაც უჭირთ რომ აი კომერციული სახე მისცენ სოფლის მეურნეობას თუ რაღაცა პროფესიონალ ფერმერობაზე არ არის აი თუ ავსტრალია არ ხარ ან საფრანგეთი ხო ანუ ცოტა რთულია რომ კომერციული სახე მისცენ ამ ყველაფერს ერთბაშად ამიტომაც აი მე ვფიქრობ რომ აი ლაბორატორიები თუნდაც ამაზე ძალიან ხშირად გვიმსჯელია ხარისხობრივი ლაბორატორიები არ გამოდის
ინდუსტრიული ჯაჭვი, ხო? ხო, ხედავთ რომ არ გამოდის, მინის წარმოება არ გამოდის. ალბათ იმიტომ არ გამოდის, ცუდი კი არ არის ქართული ბიზნესი. ალბათ ვერ ხედავს აქ რომ ულამონაგებს, ან საერთოდ ვერ ხედავს გრძელვადი ან როის, ხო, ამ ნაწილში. თორე ბიზნესი კი არ ვაკნინებ, აი აქ ჩავერთვებოდი როგორც სახელმწიფო რა, ეხლა 1 და 2 გვინახავს სახელმწიფო გარხნები. არა მარტო გავათავისუფლებდი მათ შორის, მაგრამ რეალურად მოდი ავიღებდი მე გავაკეთებდი ბოლოს და ბოლოს, ხო? აი სახელმწიფოს ეგიდით. როცა არ კეთდება რა, ეხლა 1 და 2 გვინახავს სახელმწიფო ეგიდით დაფინანსებული გაკეთებული გარხნები, თუნდაც აი მე არ მესმის ხოლმე რომ აი სახელმწიფო რაღაც დონეზე აი რასაც თulis საჭიროთ იმას აკეთებს, რასაც არ თulis საჭიროთ იმას არ აკეთებს. აი გავაკეთებდი პირობით, აი მინის გადამამუშავებელ ქარხანას სახელმწიფო ეგიდით ბიზნესთან ერთად. ბიზნესთან ერთად როდესაც ეს ხო აი მაინტერესებს აი შეიძლება ძალიან არ მინდა გამიგრძელოთ ერთად აი ამ დროს ხდება სწორი ფორმა ადამიანური რესურსის მოზიდვის, რა თქმა უნდა სახელმწიფოს აქვს ეს რესურსი ადამიანური მოზიდვის, მაგრამ ბიზნეს გამოცდილებისას და შეიძლება რომ დაწყების ლაუნჩის დროს ეს ფორმა მოხდეს. მაგრამ აქვე არის ის ნაწილი, რომ აი გამოთავისუფლებულ სახსრებს რომელიც კი ბატონო ორ ძირითად მიმართულებას ხედავდი და ვაჟღერებ ყოველთვის ამას შენთან საუბრისას, რომ ეს არის ერთი გადაიარაღება და აქაც არ არის აუცილებელი რაღაცა ახალის მოგონება. ჩვენ საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში დღემდე, წლიდან წლამდე მიუხედავად იმისა, რომ ამ ბაზრებზე პროდუქციის წარმოებას, ხარისხის დაცვას, ექსპორტის ბაზრების ათვისებას კითხვის ნიშნები არ უდგას, სახელმწიფო ხელმძღვანელობს ამ წარმოებას გადაიარაღებაში. ახალი დანადგარების შეძენაში, IAF აგროკრედიტის მიღებაში, კონკრეტულად დანადგარების კუთხით. აგროკრედიტი ეს არის ერთი, როდესაც სოფლის მეურნეობას ხმარდება და აქ გვაქვს რაღაც წვეთოვანი სისტემის მობილიზაცია, კომბაინების შეძენა გადაიარაღების კუთხით. ასევე დანადგარებთან და ტექნიკასთან ურთიერთობის კუთხით და აქ რაღაცა ცოტა ინდუსტრია, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრია ცოტა გაყენებულად არის დღეს მდგომარეობით, იმიტომ რომ ფოკუსირება შეიძლება სხვა ინდუსტრიების განვითარებაზე. თუ ჩვენ გვინდა ხარისხი აქაც და ვითხოვთ ამ ხარისხს აქაც, ვითხოვთ იმას, რომ გამოვიდეთ სუბსიდიის ჭრილიდან. გამოვიდეთ და სახელმწიფოს არ დაჭირდეს არც სუბსიდირება, არც ყურძნის მიღება და ეს ყველაფერი ბაზარზე დააბალანსოს ბიზნესმა, ჩვენ უნდა მივცეთ მას გაყიდვის არხების ხელშეწყობა კარგად და გადაიარაღების ხელშეწყობა ამავდროულად. მათ შორის სალაბორატორიო კუთხით, რომელიც ხარისხის კონტროლის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის სალაბორატორიო კადრების გადამზადების კუთხით, მათ შორის ძალიან კარგი შესაძლებლობა აქვს საუნივერსიტეტო ბაზაზე დღეს საქართველოში, რომ თვითონ კადრების კარგად გადამზადდნენ და მოთხოვნა დადგა 20 წლის წინ თუ მეღვინეობის ფაკულტეტზე ათეული სტუდენტი ხვდებოდა, დღეს ეს ასეულობის სტუდენტის მოთხოვნის ნაწილში დგას და კარგი ეს ინიციატივები სახელმწიფო ხელშეწყობით აუცილებელია. და ნუ მეორე მხარე არის ის, რომ რაც აღნიშნე ბოთლის წარმოება თუ მსხვილი საწარმოები, რომლებშიც მაღალი რისკის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ბიზნესს უჭირს, ან ბიზნესმა ვერ მოახერხა სათანადო გარე გამოცდილი ინვესტორის მოზიდვა საქართველოში, ესეც შედგეს კოლაბორაციულად და ამ ინვესტიციის დროს სახელმწიფო იყოს ერთ-ერთი გარანტორი, მარეგულირებელიც, კარგი გაგებით მარეგულირებელი, რომ ქართული წარმოება წახალისდება და შიდა წარმოებაში თუ ეს ხარისხიანი პროდუქცია იქნება, პრივილეგია მიეცეს საქართველოში წარმოებულ ბოთლს, საქართველოში წარმოებულ საცობს, ქაღალდს, ნებისმიერ იმ პროდუქტს, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი და თუნდაც 1%-ით უკეთესი იქნება ვიდრე იმპორტირებული. ბატონო. ეფექტი ავტომატურ რეჟიმში მოხდება წარმოებების გაზრდა და ეკონომიკური ფაქტორების მაჩვენებლების გაზრდა B, რომლის მონაწილეც არსებული კომპანიები ვიქნებით. დღეს ყველა ჩვენი კოლეგა კომპანია რო შევიკრიბოთ, თითოეულ მათგანს ვიცნობთ თუ არ ვიცნობთ, რო უთხრათ, რომ რასაც ყიდულობს იგივე ხარისხის ბოთლს, თუნდაც 9 ცენტით უკეთესად საქართველოში მას მიაწვდიან და ლოდინი ლოგისტიკური არ მოუწევს, ეს იქნება რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ნებისმიერი სხვა აბსოლუტურად 99% ამ კომპანიების რაც შეთანხმებებიც არ უნდა გქონდეს დათანხმდება ქართული პროდუქციის შეძენას, მაგრამ აქ უნდა იყოს ისევ და ისევ მოდივარცემს არის სტაბილური ხარისხი, სწორი ფასი, მიწოდების სწორი ფორმა. ანუ ბიზნესს დღეს
მისივე სტაბილურობისთვის ანალოგიური პარტნიორი სჭირდება. აქ რეგულატორი კარგად შეიძლება სახელმწიფო იყოს, ძალიან კარგად შეიძლება სახელმწიფო იყოს. ეს მერე უკვე დუბლირების ეფექტით აისახოს სხვა ინდუსტრიებზე. ჩვენ ახლა საუბრისას ავარ აქცენტს ღვინის ინდუსტრიაზე, ალკოჰოლური სასმელების წარმოების ინდუსტრიაზე ვახორციელებთ, მაგრამ ეს არის დღეს როგორც ვთქვით, ყველაზე ფართო მწარმოებლური ნაწილი. ეს არის ის ნედლეული, რომელზეც ზაფხულის პერიოდში უკვე იწყება სახელმწიფო დანაზოგის მიმართვა სუბსიდიის ფორმატში და ეს არის ის, სადაც გვინდა რომ ნედლეულის ხარისხიანი იყოს, ანუ იმ გლეხსაც კონდეს სწორი შესაძლებლობა პროდუქციის წარმოების, არ იყოს კითხვის ნიშანი, სად მოახდენს მის რეალიზაციას, ანუ ბიზნესი მობილიზებული იყოს, რომ მოწეული მოსავალი სრულად შეძლოს ბიზნესმა ითვისოს. ინტერვენციების გარეშე და გამოთავისუფლებული ათეულობით, მილიონობით ლარი მიმართული იქნეს მარკეტინგში, მიმართული იქნეს ხარისხის განვითარებაში, აუცილებლად მიმართული იქნეს გადაიარაღების ხელშეწყობაში და ამაში მარტო ბიზნესი არ იყოს, თუნდაც დაკრედიტების კუთხით IAPI კრედიტის წვდომა, რომელიც IAPI კრედიტის წვდომას მისცემს შესაძლებლობას, რომ დანადგარულად გადაიარაღდეს სასაწყობე მეურნეობის კუთხით, გადაიარაღდეს შენახვის პირობების გაუმჯობესების კუთხით ინდუსტრიაშიც და მე უკვე დუბლირება მოვახდინოთ სხვადასხვა ნაწილშიც. აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენმა საქმიანმა არა 55-მა წუთმა, ერთმა საათმა ძალიან სწრაფად, დინამიურად და საქმიანად განვლო და ყოველთვის დაკვირებული ვარ, რომ შენთან თითოეული ინტერაქცია არის ყოველთვის შვიდი, გაწონასწორებული და საგანმანათლებლო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და რაც ესოდენ ჭირდება ჩვენს ეკოსისტემას. მოდი ასე ვთქვით, რომ ბევრ თემას შევეხეთ, თუმცა საკმარისი არც ერთი საათი არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ბევრი თემა დაგვრჩა, კიდე გასავლელი, მაგრამ ჩვენ ხელშია ყველაფერი. გიორგი, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო, გულწრფელად გისურვო. ძალიან ბევრი წარმატება და მოკლედ ვფიქრობ, რომ მართლა ისი ამოუნა ჩვენმა მაყურებელმა ამ საქმიანი 1 საათით. მადლობა შენ და მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა სანდრო, მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმ საინტერესო საუბრისთვის, რომელიც ყოველთვის შენთან ერთად ჩვენ შეგვიძლია შევქნათ და ჩვენ გვერდით გვიგულე ჯგუფის ფორმატში. ძალიან დიდი მადლობა შენ, წარმატებები ულევი, ჩვენთან იყო გიორგი ეზუგბაია. გადაცემა შენობით ბიზნესთან კი მომავალ შაბათამდე მორი საინტერესო ეპიზოდამდე გემშვიდობებათ. დროებით. გადაცემის სპონსორია ავტობანი. ავტონაწილების 100-ზე მეტი მომწოდებელი, ორიგინალი მწარმოებლები, რომლებსაც ენდობა ავტოსამყარო და 40,000 დასახელების პროდუქტი ერთ კომფორტულ სივრცეში. ენდეთ ჩვენს 30 წლიან გამოცდილებას. გადაცემის გენერალური სპონსორია უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia. გადაცემა შენობით ბიზნესის პარტნიორია Sena Auto. გადაადგილებას უზრუნველყოფს ელექტრომობილი Sena i400. შენი ელექტრომობილი